ვისაც მიქონდა დაიღუპა ის პიროვნება და მესხური კუთხის გალამაზება გვინდოდა ამ ყველაფრით, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. გორში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს მამა-პაპისეული ადგილი არის და აქ გვინდა რომ ის ტრადიციები რაც არის რა მესხეთში ის ყველაფერი გამოვაცოცხლოთ ასე ვთქვათ რა. თუნდაც ის ქადების გამოცხობა იქნება თუ უხარში მწვადის შეწვა იქნება ნებისმიერი რაღაცა. მინდა რომ ყველაფერი რაც ჩემ ბავშვობაში გამივლია, ეხლა ხალხს გავაცნო და ეს ლამაზად შევაყვარო აქეთ ამხარე კიდევ რა. ბავშვობიდან პრინციპში ჩართული ვარ მთლიანობაში ამ საქმით ვარ დაკავებული და ეხლა უბრალოდ საპატრულოში მუშაობ და თავისუფალი დრო რაც მაქვს ფაქტურად ვატარებ ხეზე კვეთაზე და მოგვიყეთ რა ხეს იყენ. ხეზე ძირითადად ეხლა მე რაც მომწონს არის წაბლის მასალა და ეფექტურიც გამოდის წაბლში გაკეთებული ნებისმიერი ნამუშევარი და თვითონ ეგხეც მიყვარს რა. სამუშაოდ არ ძალიან მაგარია და ძალიან ძირბილიც არ არის და კარგი სამუშაოა რა და ფიქრობ მომავალშიც წაბლში უფრო ბევრ რაღაც ნამუშევრებს გავაკეთებ. თუმცა არც უხარო იყოს და რაღაც არ მიჭირს იმაზეც ვაკეთებ. სარკე ფაქტიურად გამზადდა დაახლოებით 15 წლის წინ. და მიქონდათ იტალიაში წაეღოთ და სამწუხაროდ ვისაც მიქონდა დაიღუპა ის პიროვნება და ფაქტიურად არც ვიცი ვისთან მქონდა კავშირი რა აბსოლუტურად და აღარც ვაპირებ გაყიდვას რა მირჩევნია აქ იყოს და ხალხმა ნახოს და საქართველოში დარჩეს ჩვენი საამაყოა რა ერთ სიტყვით რა ერთი წელი ზუსტად ერთი წელი ვიმუშავე თვითონ მაგ ხეზე კვეთას რაც შეეხება რა თორე ესკიზები დაახლოებით 2-3 თვე გრძელდებოდა რა ესკიზები კიდე დიდი ხანი მანამ ყველა დეტალი არ გაითვალა, მანამდე ახლა ვერ დაიწყებ მაგის გაკეთებას. ჩვენ ძალიან მაგრად გვიყვარს ზოგადად ქართველებს კარგი დროს დარებაც, კარგი ღვინოც, კარგი საკვებიც. გემოვნებიანი ხალხი ვარ და პირველ რიგში ქართველებიდან დაიწყება და ახლა ვინც მოვა გავუმასპინძლებით პრობლემა არ იქნება.